Biography Living-ი ახალი პროექტის გარდანის გაყიდვებს იწყებს. ეს კომპანიის პორტფელიში რიგით მე-9 პროექტი არის და გარდანით ბიოგრაფიის სივრცეს კიდევ ერთი უბანი შეემატება. სახელის შესაბამისად, ამ უბნის გამოცნობა არ არის რთული და ის მთის და ბარის შეყრის ადგილს ნიშნავს. გარდანი, გრდანი, ანუ იგივე გლდანი. ისტორიული ექსკურსს რომ თავი დავანებოთ მომავალ პროექტებზე საუბრობთ. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. თეთია გელაშვილი, ბიოგრაფიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის საქმე ინდილეს ეთერში. დილამშვიდობისა თეთია. დილამშვიდობისა. მიხარია რომ ხარ ჩვენთან ერთად დილამშვიდობისა. მადლობა მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა შენ სტუმრობისათვის. პირველ რიგში თეთია მინდა ჩვენ საქმენ მაყურებლებს მოუყვეთ უფრო მეტი პროექტზე გარდანი, რას გულისხმობს, სად მდებარეობს და რატომ გლდანი. მოგახსენებთ, Biography Living-ის ახალი პროექტი, მე-9 პროექტი რიგით, გარდანი აშენდება გლდანში, ალექსი გობრონიძის 6 ნომერში, რომელიც მდებარეობს მეტრო ახმეტელიდან ფეხით-სავალ ზუსტად 5 წუთის მანძილზე. როგორც ჩვენი ყველა პროექტი, გარდანის გამოირჩევა მულტიფუნქციურობით და შექმნილია 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციის მოდელზე. როგორც ჩვენ ეს პროექტი მოიცავს და აერთიანებს საცხოვრებელ ნაწილს, კომერციულ ნაწილს და საპარკინგო სივრცეებს თავისთავად. ამ პროექტში ჩვენს მომავალ მობინადრეებს დახვდებათ ეზო გამწვანებული სივრცით, პადელის კორტი, გამწვანებული ტერასა, ლობი კონსიერჟის სერვისით და ასე შემდეგ. მე ვახსენე რომ გაყიდვები უკვე დაწყებულია შესავალში. შესაბამისად რა ეტაპზე არის ახლა მშენებლობა და რა ვადებს ითვალისწინებს მის დასრულება. მოგახსენებთ, გაყიდვებს ჩვენ ვიწყებთ 21 აპრილს, წინასწარი გაყიდვების ეტაპს და წინასწარი გაყიდვები მოიცავს მხოლოდ იმ 3 დღეს, რომელსაც გამოვაცხადებთ, ეს იქნება 21, 22 და 23 აპრილი. შესაბამისად მხოლოდ ამ 3 დღის განმავლობაში ჩვენს პოტენციურ მობინადრეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ყველაზე მოქნილი გადახდის პირობებით, კონდეთ ყველაზე ფართო არჩევანი ბინების ნაწილში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, კვადრატული ღირებულებაც იქნება ამ დროს ყველაზე დაბალი გაყიდვების დასაწყისში. ამ 3 დღის განმავლობაში თვითონ პროექტი არის მშენებლობის კუთხით საწყის ეტაპზე და მშენებლობა დასრულდება 2029 წლის ბოლოს. თუმცა ამ ეტაპზე რა იყიდება? ანუ რის ყიდვის შესაძლებლობა აქვს მომხმარებლებს? თუნდაც აი ამ 3 დღის განმავლობაში. მოგახსენებთ, თვითონ პროექტი მოიცავს 37 სართულს და როგორც უკვე აღვნიშნე, ის გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საპარკინგო სივრცეებს. აქ ბინების რაოდენობა და ბინების ზოგადად განლაგება იწყება მე-5 სართულიდან, მე-5 საცხოვრებელი სართულიდან და ჯამში მოიცავს 495 ბინას. შეთავაზებაში გვაქვს ჩვენ სტუდიოს ტიპის ბინებიც, რომლებიც მერყეობს 32-34 კვადრატის ფარგლებში, ასევე ერთსაძინებლიანი ბინებიც 48-58 კვადრატის ფარგლებში და ორსაძინებლიანი ბინებიც 100 კვადრატის ფარგლებში. თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მოთხოვნა ზოგადად ჩვენ პროექტებში ასევე მზარდია საცხოვრებელი ნაწილის და მიზნობრიობის თვალსაზრისით, თუ თქვათ იქნება დაინტერესება, რომ უფრო დიდი ფართი შეიძინოს ადამიანმა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევთავაზოთ გაერთიანების ვარიანტები და მისი მოქნილობა საკმაოდ მაღალი გვაქვს და შეუძლია, თქვათ, მისი სურვილის მიხედვით ჩაერიოს ტიხრების განლაგებაში და შექმნას მისთვის სასურველი რაღაც ბინის ვარიანტი. თათია, ერთია ეს გარდანი, რაზეც ახლა მე და თქვენ და ნინი ვსაუბრობთ საზოგადოებისთვის და მეორე არის ის დანარჩენი 8 პროექტი, იმედი არ მეშლება, იმიტომ რომ ბიოგრაფია ისე იზრდება, რომ მეგონი ბამბუქს გაასწრებს მან ეს დასში. სხვა კითხვა მაქვს, მთლიანად მთელ თქვენ პორტფელში, რომელშიც უკვე გარდანი შედის, როგორ მიდის გაყიდვები? ამას გეკითხებით ზუსტად იმ დეტალების გამო, რომ მრავალფეროვნებაა ერთის მხრივ არჩევანის თვალსაზრისით, მაგრამ მაინტერესებს მათ შორის მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც ასევე მზარდია საქართველოში, რას ყიდულობენ და რითი ინტერესდებიან ყველაზე მეტად. მოგახსენებთ, მოთხოვნა რა თქმა უნდა საკმაოდ მზარდია და ჩვენი გაყიდვების მაჩვენებლებით ზუსტად ამ დინამიკას ძალიან ისე წარმატებით გვაჩვენებს. ჩვენ დავიწყეთ პირველი პროექტი 3 წლის წინ, პირველი პროექტით საკენით გაყიდვები და ამ პროექტში უკვე ბინების 85% გვაქვს გაყიდული. ჩვენ შემდეგ რიგით მეორე მესამე პროექტში, მაგალითად მატიანის პროექტში, რომელიც წერტილის გამზირზე მდებარეობს, შანტანის პროექტში, რომელიც მუშტაედის პარკის წინ მდებარეობს, მესამე პროექტი რიგით, აქ უკვე მაჩვენებელი 70% ხდება და სხვა პროექტებიც, ანუ ახსენეთ რომ 8 მიმდინარე პროექტი გვაქვს, სხვა პროექტებშიც გაყიდვების მაჩვენებელი და გაყიდული ბინების რაოდენობა უკვე ყველგან 50% ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე პროექტი გვაქვს, რამოდენიმე თვის წინ დაწყებული პრისეილის ეტაპებს გულისხმობ ამ წინასწარი გაყიდვების ეტაპებს და ძალიან წარმატებული წინასწარი გაყიდვების ეტაპი გქონდა დიახ ბოლო პროექტებში, სადაც პირველივე დღეებში ბინების ნახევარი
გავყიდეთ. ეს ყველაფერი თავისთავად ძალიან დადებითად ისახება უკვე შემდეგ მოთხოვნაზე ახალ პროექტების მიმართ, რასაც ველოდებით, რა თქმა უნდა, გარდანის პროექტის ნაწილშიც. თათია, ვისგან არის უფრო ეს მოთხოვნა წამოსული? მე მთელი ამ კვირის განმავლობაში ვკრებავ ინფორმაციებს სამყარო დეველოპერებისგანაც, ხადა ბიოგრაფს ვერ გამორჩევ, მით უმეტეს ჩვენთან ბრძანდებით და ისევ ჩემი კიდე რა ტიპის ბინებზეა უფრო მეტი მოთხოვნა? ზოგადად ეს მოთხოვნის მაჩვენებელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ დადებით დინამიკაშია ჩვენთან და მოთხოვნა დღეს ქართულ ბაზარზე ძალიან გაზრდილია ხარისხიანი პროდუქტის მიმართ. ჩვენ ვფიქრობ, რომ ვაკმაყოფილებთ ამ ნიშას დღეს ქართულ ბაზარზე, ჩვენი გამორჩეული ლოკაციებით, იმ საერთაშორისო სტანდარტებით და იმ მაღალი ხარისხის მასალებით, რითიც ვაწარმოებთ მშენებლობას მულტიფუნქციურობით ამ 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით, ეს ყველაფერი მოდის უკვე თანხვედრაში ბაზარზე არსებულ მოთხოვნასთან. რაც შეეხება ყველაზე, თქვათ, მოთხოვნა, თქვენ აღნიშნეთ, აი ვისგან არის მოთხოვნა, ხომ დღეს ბაზარზე. მოთხოვნა არის ძალიან მაღალი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან, რადგან უკვე გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ინვესტირება ჩვენ პროექტებში ძალიან სწორი გადაწყვეტილება, უკვე ვახსენე, რომ წინა პროექტების წინასწარი გაყიდვების ეტაპები ძალიან წარმატებული იყო და ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ დროულად ჩვენთან ბინის შეძენა და სწორ დროს სწორი არჩევნის გაკეთება მომგებიანი არის სამომავლოდ. ასევე რაც შეეხება იმ მოთხოვნად ბინებს, მოთხოვნადი ბინები ჩემი აზრით უფრო დამოკიდებულია რა მიზნობრიობით ხდება ამ ბინის შეძენა. გამომდინარე იქიდან, რომ არის მიზნობრიობა ბინის ყიდვისას, თქვათ, ინვესტირება, ამ დროს თავისთავად ყველაზე ლიკვიდურ ვარიანტებზე გვაქვს მოთხოვნა, როგორიც არის სტუდიოს ტიპის და ერთსაძინებლიანი ბინები, თუმცა ისევ დაუბრუნდებით ჩვენი პროექტის ხარისხს, მახასიათებლებს, იმ კონცეფციას, არქიტექტურას და ასე შემდეგ, რასაც ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებლებს, ეს ყველაფერი მოთხოვნა საკმაოდ ზრდის საცხოვრებელი მიმართულებითაც განიხილავენ ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლები, რომ საცხოვრებლად შეიძინონ ბინა და დიდი ბინის ტიპებზეც არის თავისთავად მოთხოვნა გაზრდილი. ჩემი წინა კითხვის დასვისას მე ვახსენე, რომ მთელი ამ კვირის განმავლობაში თქვენს კოლეგებთან, სხვადასხვა კომპანიებთან გქონდა ურთიერთობები. და პრინციპში მსგავსი კითხვები იყო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბაზარსაც ვაკვირდებით. და მით უმეტეს ბიოგრაფიის პროექტებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე მე-9 არის ამ 3 წლის განმავლობაში, ცოტა გადაცემა რაც არის, 3 წლისთვის უკვე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, დიახ. მე-9 და პროექტებს გისურვებთ. თათია, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფაქტორი. ყოველთვის იყო და რჩება თემად და მათ შორის ჩვენი ინტერესის თემადაც. რა გავლენა მოახდინა ამან ყველაფერმა, რასაც ჩვენ დავაკვირდით, ამან გაზარდა მოთხოვნა და ამას ადასტურებენ როგორც ითხოვთ თქვენი კოლეგები, მაგრამ ეხა ბიოგრაფიის მაგალითზე. მოგახსენებთ, ზოგადად უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი სტაბილურად შენარჩუნებულია. ახლო აღმოსავლეთიდან რაც შეეხება, ანუ ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნა ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ პირდაპირ გაზრდილია დღეს, თუმცა ეს გეოპოლიტიკური არასტაბილური მდგომარეობა ჩემი აზრით ყოველდღიურად გვიჩვენებს იმას, რომ ქართული ბაზარი არის საკმაოდ უსაფრთხო და პროგნოზირებადი ბაზარი უძრავი ქონების ინვესტირებისთვის. ეს ყოველივე თავისთავად დადებითად აისახება ჩემი აზრით უკვე და ჩვენი აზრით მოთხოვნის ზრდის დინამიკაშიც. ზოგადად ფასები არის საკმაოდ ისეთ ზრდად ტრენდში დღეს და ამ მოთხოვნის გაზრდაც თავისთავად გამოიწვევს ამ დინამიკის გაუმჯობესებას. ასევე ჩვენი პროექტების ის მაჩვენებლები, ხარისხი, სანდოობა, ინვესტორების მხრივ ზრდის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების განცდას და ნდობასაც ჩვენ მიმართ. წარმატებები თქვენ და გელით კიდევ სტუდიო, იმიტომ რომ ვიცი რომ მოსასვლელი მიზეზი არ დაგელევა თქვენ და ბიოგრაფიის გუნდს, მოკითხვები ბიოგრაფი ლევინგის გუნდს, ასკა ფხაკაძეს ჩვენგან მოკითხვები, ჩვენგან და ნინისგან და თელ BMG-ის გუნდის სახელით მადლობა მინდა გადაუხადოთ თათია გიელაშვილს. თათია ბიოგრაფი ლევინგის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელია და მიხარია რომ რაც ხშირად გვეწევა ჩვენ და ბევრ ეს თემაზე გაგვესაუბრებო.